საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი. A few moments later. იმერე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. ჩვენ რომ ახლა რუსული სტილის ავტორიტარიზმში არ ვცხოვრობდეთ, ეს ყველაფერი მართლა სასაცილო იქნებოდა. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი ერთ დღეში ორჯერ მოხსნეს თანამდებობიდან და არავის არაფერი აუხსნია. სასაცილო იქნებოდა ისიც, რომ ანდრე ოხანაშვილი არათუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, არამედ საერთოდ რამის ხელმძღვანელია ამ სამყაროში. სასაცილო იქნებოდა მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა. ირაკლი კობახიძე ნებისმიერ შემთხვევაში სასაცილოა, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ. ერთადერთი, რაც არასდროს იქნებოდა სასაცილო, მამუკა მდინარაძის ხუმრობებია. ოპოზიციის ლოგიკა სულ ასეთია. ვერ მუშაობს სუსი, დავწინაურდით ინდექსებში. ვერ მუშაობს სუსი, დავწინაურდით უსაფრთხოების თვალსაზრისით. ვერ მუშაობს სუსი და პოლიცია, დავწინაურდით გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში. ვერ მუშაობს სუსი და პოლიცია და დავწინაურდით ტერორისტთან ბრძოლასთან მიმართებაში, კორუფციასთან ბრძოლაში მიმართებით და რანაირი ლოგიკა ვერხო. მართლა რანაირი ლოგიკაა მამუკა. კაც ამ ხელა მიღწევებით თუ გქონდა და ასე წაგწია წინ ყველანაირ რეიტინგში და ასე საამაყოდ გაგიხადათ საქმე, თანამდებობიდან რატომ გაუშვეს? ტერორიზმთან და საფრთხეებთან ასე თავდაუზოგავად მებრძოლ კაცს რომ უშვებს თანამდებობიდან, ის ვინც უშვებს, ანუ რა ხდება, ომი უნდა და ის მოადგილეები რაღაცა მიაყოლეს უკან. ლილუაშვილი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც მიმდინარე დღეებში მოხსნეს ან დანიშნეს. ოცნებაში დიდი ქაოსი და გადაადგილებებია. თუ რას ემსახურება ეს ფაციფუცი, ამაზე ვერსიები ბევრია. სანდო წყაროზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ თავად ოცნების დეპუტატებიც კი ხელებს ასავსავებენ შიდა საუბრებში და ცდილობენ გაარკვიონ, რა ხდება მათი პარტიის თავს. პირველი ახსნა ეს შეიძლება იყოს ივანიშვილის პარანოია და უნდობლობა ლილუაშვილისადმი და აქედან გამომდინარე მისი ჩანაცვლების სურვილი. ეს თუ ასეა, ამ ვერსია შეიძლება ამაგრებდეს ის, რომ მათ შორის ლილუაშვილს ძალიან ცუდად მოექცნენ, დაპირდნენ თანამდებობას და საბოლოოდ იმ თანამდებობას არ დანიშნეს. ეს საკმაოდ დამამცირებელი მოქცევა. ეს ვერსია გამყარდება მაშინ თუ რეჟიმი დამატებით წნეხს გააძლიერებს ლილუაშვილზე, ხო? მაგალითად პროპაგანდა დაიწყებს მის გაშავებას, ან იქნება პირობითად დაბარებები, გამოძიებები და ასე შემდეგ, ხო? ეს მაშინ გამოყვებავს მაგ ნარატივს, რომ არენდობოდნენ იყო რეჟიმის და დიქტატორის პარანოიის შედეგი და მისი ჩანაცვლება უფრო სანდო ფიგურდეს ერთი. თუმცა დიდი რისკი გაწია ივანიშვილმა იმით, რომ ასეთ დროს მისთვის მანამდე სანდო ფიგურა მოიცილა. ეს რისკი რაღაცად ხომ უნდა ღირდეს, შედეგი უნდა მოჰქონდეს რეჟიმის კონსოლიდაციის საქმეში. თუ დარხეული ხმები გამართლდება და ლილუაშვილისა და მისი მოადგილეების შემდეგ თანამდებობებს სხვა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებიც დატოვებენ, ეს გაამართლებს ეჭვებს, რომ ივანიშვილი ნელ-ნელა თმობს პერსონალურ კონტროლს რეპრესიულ აპარატზე, ანუ რეჟიმის ძალაუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენზე. ეს შეიძლება მხოლოდ ერთ რამეს მოასწავებდეს. რეჟიმის ტიპი იცვლება, ხო? ივანიშვილის დიქტატურიდან გადაეწყობა სხვა ტიპის ავტორიტარულ რეჟიმად, სადაც ავტორიტარული პარტია და მასში გაერთიანებული ელიტები მართავენ. და ეს შეიძლება ხორციელდებოდეს მხოლოდ რუსეთის ხელით, იმიტომ რომ ვიცით, რომ ივანიშვილის გარშემო ავტორიტარული ელიტები ყველანი რუსეთის მიერ კონტროლირებადი ელიტები არიან და მათ შორის ეს შეიძლება იყოს გადაწყვეტა ივანიშვილის მემკვიდრეობითობის პრობლემის, იმიტომ რომ პერსონალურ დიქტატურებს ყოველთვის ჩამოშლის ხოლმე მოლოდინი იმის შესახებ, თუ ვინ იქნება დიქტატორის შემცვლელი. იმიტომ რომ მთელი ძალაუფლება მასზე არის მოწყობილი. ეს საკითხი ჯერჯერობით არ დგას, მაგრამ პოტენციურად შეიძლება დადგეს მომდევნო 1 დეკადის განმავლობაში, ხო? მომდევნო 10 წლის განმავლობაში ივანიშვილის ასაკიდან გამომდინარე. შესაძლოა რუსეთი წინასწარ აზღვევდეს ამ მემკვიდრეობითობის პრობლემას და რამდენადაც ეხა ჭირდება ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდაცია, ამ რეჟიმის კონსოლიდაციას არ გააკეთებს როგორც ივანიშვილის პერსონალური დიქტატურისა, არამედ როგორც ქართული ოცნების გარშემო შემოკრებილი ავტორიტარული რეჟიმისა, სადაც მას ეყოლება ავტორიტარული ელიტები, პირობითად ეხა თუ არის კობახიძე ამ ავტორიტარული ელიტებში გამორჩეული ფიგურა, შეიძლება მან შემდგომში დააწინაუროს სხვა ტიპის ელიტებიც, რომელთა შორისაც იქნება ძალაუფლების გაზიარება და გარკვეული მონაცვლეობა. ნებისმიერი ვერსიის გამართლების შემთხვევაში სცენარი რუსულია და საბოლოო ჯამში რეჟიმი მიდის გამყარების მიმართულებით. ოღონდ ჯერ უცნობია
რა მიმართულებით გამყარდება ის, როგორც ივანიშვილის პერსონალური დიქტატურა თუ როგორც ქართული ოცნების პარტიული დიქტატურა. ქართული ოცნების, საიდანაც ივანიშვილი ნელ-ნელა დისტანცირდება და პარტია მონაცვლეობით გადაეცემა რუსეთის ერთგულ სხვა ელიტებს. ანუ ივანიშვილი ამ ქვეყანას ბოლომდე გადააბარებს რუსეთს ცხადია გარანტიების სანაცვლოდ, ისე რომ თავად საფიქრალი აღარაფერზე ექნება და აქედან გზა უკან დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პროცესისკენ აღარ არსებობს. ამიტომაც ამ ქოცური ქაოსის ფონზე ახლა ასმაგად მნიშვნელოვანია, რომ არ შეწყდეს ქუჩაში უწყვეტი პროტესტი, რომ დასავლეთ და მთელ ცივილიზებულ სამყაროს ესმოდეს, რომ ქვეყნის გარუსებას არ შევეგუებით. ამასობაში კი როგორც ჩანს, ადგილობრივი ოლიგარქი ახალ საბრძოლო ხაზს ხსნის და ახლა Deep State-თან ერთად საოცნებო ტრამპსაც უნდა შეებრძოლოს. როგორც კი Deep State-ის რებრენდინგი დასრულდება, ის საქართველოს გაძლიერებული ტრამპის ხელით შემოუბრუნდება და აგენტურით მის ჩანაცვლებას კიდევ ერთხელ შეეცდება. ამიტომ ქართულმა ოცნებამ საზოგადოება ახალი ადმინისტრაციის ხელით Deep State-ის ახალი შეტევისთვის წინასწარ უნდა შეამზადოს. ამ სიტყვებს რომ კარის ფილოსოფოსის სპირით ივანიშვილი ღაღადებს, ამის ჩემგან ახსნა არ გჭირდებათ, მაგრამ რა ქნას ახლა რიგითმა ქოცმა, რა გაიგოს, ვის ებრძოლოს და რამდენ ფრონტზე. ბოლო ეს ტრამპი Deep State-ისკენ არის თუ თქვენკენ არის თუ ვისკენ არის? ბოლო ჩამოყალიბდი? რასთან დაკავშირებით ალბათ? მე არა ეს Deep State-ის ამბავი ვერ გავარკვიე და ვერც ტრამპის და ეს 20 იანვარიც გავიდა. 20 იანვარიც გავიდა. თებერვალიც, მარტიც. ახლა თქვენს რომ ეგრე არ გამოვაო თქვენ რო შვებითო და რა ვქნათ ბატონო ალუდა. ეს ტრამპი ბოლო Deep State-ისკენ არის თუ თქვენკენ არის? ამერიკასთან ურთიერთობას როდის გადატვირთავთ, ამაზეც რომ მითხრათ რა და? გადატვირთავთ ამერიკასთან ურთიერთობა გადატვირთულია. გადატვირთული არის სტრატეგიული პარტნიორობა აღდგენილია? თავად ამერიკა მიტურ ადმინისტრაციაში. ელჩი არის ამერიკაში გაშვებული? ანუ რაში ურთიერთობის გადატვირთვა? თქვენგანად ამერიკაში ელჩის დანიშნვის პრობლემა იყო, სხვა არაფერი ქონდა ბაიდენის ადმინისტრაციასთან. და ტრამპის ადმინისტრაციასთან დაალაგდით? დაალაგდება სახელმწიფო. როდის? ანუ ეხლა დადეს განცხადება, რომ იმ ქმედებებითო დემოკრატიულ მანდატსო ვერ მოიპოვებთო სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა და თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? ჩვენ პრობლემა ამერიკასთან არასოდეს ქონდა ბაიდენის ადმინისტრაციასთან, ბაიდენის ადმინისტრაცია ხსენებად აღარ არის, ტრამპის ადმინისტრაციასთან მუშაობთ. არა, ტრამპის ადმინისტრაციას გაკრიტიკებთ, ანუ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გეუბნებით. გასაგებია, განცხადება, მაგრამ გითხარით, მუშაობთ ადმინისტრაციასთან. რაში გამოიხატება ეს მუშაობა, აი რასაკეთებთ? ანუ ელჩი რო შეხვდა, თქვა რომ ჩვენო ცუდი ურთიერთობა გვაქვს და რა ვიცი, უნდა მაკაბოჭორიშვილს რო შეხვდა ელჩი, განცხადება შემდეგ ესეთი იყო, რომ ცუდი ურთიერთობა გვაქვს და ვერ ვხედავთო, რომ თქვენ ამის გამოსწორებას ცდილობთო. ანუ როგორ არა, ხა ისე წერა განცხადებაში პირდაპირ. განახეთ. ანუ ამერიკის ან თქვენ ეთყობა არადევნებთ თვალყურს არანაირად მე ყველა განცხადება მე უნდა გაჩვენოთ თქვენ უნდა მაჩვენოთ იმიტომ რომ თქვენ ამბობთ ყუილებს პირდაპირ ეთერში არა ისე რომ არაფერი დასაბუთება არ აქვს მე არასოდეს მე ტყუილი არ მithkoms ტელევიზორში არასოდეს მე არ მithkoms ლევანდოვიჩის რო შეხვდნენ იქ რა თქოს შიგნით თუ შიგნით რა თქოს მე არ ვიცი მე განცხადებები რაც იდება ლადო მხოლოდ მაგას განცხადებები რაც იდება ოფიციალური უწყებისგან მხოლოდ ამას ვუყურებ მე ხო არა მაგ ხა შიგნით რა ხდებოდა ეს ინფორმაცია და მაგას ვერ მოვიტყუები აბა მოძებნით და გავაგზავნით კი ბატონო მოძებნით მე არ უნდა ვეძებდე ხა ამერიკის საერთოს განცხადებებს და უნდა იცოდეთ თქვენც აი აგერ არის ვიპოვე ნახეთ კი სახელმწიფო ასევე ის ნაბიჯები რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებული ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება ანუ სერიოზულ დამოკიდებულებას ვერ ვხედავთ რომ გაუმჯობესება გინდათო ანუ კითხვა ხო იცით დიპლომატიური და ოფიციალური განცხადებების კი სამწუხაროდ თქვენ მერხეთ სამშობლოს რიგითი გამყიდველები ახლა ტრამპის შეფასებებში და Deep State-ის დამარცხების იმედებში ისე თამამები ვეღარ არიან, როგორც ადრე. მგონი ჯერ არ იციან, რომ Deep State-ის გარდა ტრამპი და ლამის მთელი ცივილიზებული სამყარო ყავთ დასამარცხებელი. მაგრამ ეს ცოდნები ზოგადად დიდად არაფერში სჭირდებათ. მოვა ინსტრუქციები ჩატში და ყველაფერი მონური მორჩილების წესის შესაბამისად იქნება. გამარჯობათ. Deep State-ს რა უნდა მოუხერხოთ ხო არ იცით? თქვენ ხო არ იცით რა უნდა მოუხერხოთ Deep State-ს? ავანადგური ლადო თქვენ ებრძვით Deep State-ს თუ რა შვით? ისი გეშინია? ვერ გავიგე. სიღრმის გეშინია?
ვერ დაამარცხეთ ბატონო ბეჟან დიპსტეიტი? როდის? გახوارიცით დიპსტეიტს რა უნდა მოუხერხოთ? აი ლაშას ეწოდინება დიპსტეიტს რა უნდა მოუხერხოთ? ლაშა ხო არიცი დიპსტეიტს რა უნდა მოუხერხოთ? არხეიმია კოცი, ფულიანი კოცი მით უმეტეს. თავარია მის ბიზნესს არ შეეხოს რამე და წყალსაც წაუღია ის ხალხი მოწამლული რძე რომ სვა ვინიცის რამდენი ხნის განმავლობაში. გამარჯობათ. იცი რა მინდა რომ გკითხოთ, რძე გიყვართ თქვენ და რომელ რძეს სვამთ ხო ვერ მეტყვით? ხო. ნატურალურს? რომელ ანუ თქვენ ნატურალურს სვამთ ანუ ხო? ხო, ანუ იმ რძეს არ სვამ. ანუ ხალხი რასაც სვამს, იმას არ სვამთ თქვენ, ხო? აჰა. და ამერიკასთან ურთიერთობები გადატვირთეთ? იცი რა მაინტერესებდა, რძე გიყვართ რომ მითხრათ? ჯობათ, რძე გიყვართ თუ არა რომ მითხრათ? ბატონო ირაკლი, ხო აქტიური ხართ ხოლმე კომენტარების კეთებაში და რატო არ მეუბნებით? ყოველჯერს. არ გაძლევთ. რატო? აი ესე გადავწყვეტავ. ძალიან აქტიური ხართ ამ ბოლო დროს კომენტარების კეთებაში და რძე გიყვართ თუ არა? თქვენი გადასაწყვეტი არ არის მე სად ვიქნები აქტიური და როგორ ვიქნები აქტიური. მოგწონთ ეს აქტიურობა? გონი არ უყვარს არჩილს რძე? რძე გიყვართ თუ არა ეს მაინტერესებს. კი. და რომელ რძეს სვამთ თქვენ? დავუშვი რომელიც იქნება სახში. აი ეს რაშიც აღმოჩნდა ეხა ეს ნივთიერებები რაშიც აღმოჩნდა იმას სვამთ თუ არა? რომელში აღმოჩნდა მომითხარით? თქვენ მითხარით იმას სვამთ თუ არა რომელშიც აღმოჩნდა? არ მეუნებით რომელში აღმოჩნდა და როგორ აღმოჩნდა? ანუ იმაში აღმოჩნდა რომელსაც ხალხი ყიდულობდა და სვამდა? ხალხი რომელში აღმოჩნდა? მე ვიცი. ვისი წარმოებულია და რა ქვია? აბა მითხარით ვისი წარმოებულია და რა ქვია და გეტყვით ბანკის. აი რაც დაიდო ეხა რომ რჩეულის რძე სოფლის ნობათის რაც დაიდო სურსებს ეუნებლობის აგენტომ რაც დადო რომ საბავშვო რჩეულში აბა ეს საბავშვო რჩეულში აღმოჩნდაო რომ დადეს მოიტყვა. არ ვიცი მაგას გეუბნები მე არ მინახია თქვენი ცეკნით. მე გაჩვენე საბავშვოს მე არ მოვიხმართ ბავშვი არა. საბავშვოს არ მოიხმართ თქვენ. ანუ ჩვეულებრივშიც აღმოჩნდა ეს. ანუ შემიძლია გაჩვენოთ სურსეთის რომ მაგითო გეკითხეთ მითხარით რომელში აღმოჩნდა და გეტყვით მოვიხმართ თუ არა. ან ამ მნიშვნელობა მე მოვიხმართ თუ არა. არა აქვს რაღაცა მნიშვნელობა უბრალოდ მაინტერესებდა თუ აი მაგერ აი გამოვლინდა აი ეს ეროვნული სააგენტო აი ფოტოს გაჩვენებთ უბრალოდ აი სოფლის ნობათის რჩეული ეს საბავშვო ანუ ეს არის განცხადება რომ გამოვლინდა ეს მავნებელი ნივთიერებები რაც არის არ გინახავთ თქვენ ეს განცხადება? არ მინახავს ეს პარლამენტში. არა, დღევანდელი არ არის, გუშინდელი თუ გუშინწინდელი არის ეს განცხადება სურსეთის ეროვნული სააგენტო. ანუ არ ინტერესდებით ასეთი საკითხებით ბატონოლო? ეს ხო არ არის ეხლა ჩვენ ჟურნალისტზე ეუბნებოდით რომ მარტო აზერბაიჯანული და აზერბაიჯანიდან შემოტანილში არისო და აზერბაიჯანში იქნა აღმოჩენილი ის რომელიც შეიძლება საზიანოებდეს. ხო და ეს ხო არის სურსეთის სააგენტოს განცხადება. ანუ ამით რატო არ ინტერესდებით თქვენ? კარგი არ აღმოჩენიათ და დახცეს ანუ მოხდებოდა მანამდე არ უნდა აღმოეჩინათ? ამაზე პასუხისმგებელი არის კომპანია და მოუწევს კომპანიას ამაზე შესაბამის პასუხი. თქვენ არ სვამთ ისე მაგრძეს ხო? იმიტომ რომ ხა მაგალითად ბატონო ვასილ ჩიგოგიძე მითხრა რომ მე ნატურალურ ძერს ვსვამო და არ ვიციო და თქვენც ესე ხო არ ხართ? არა მე ნატურალურ ძერს არ ვსვამ. არა, ეს დაგილებიათ? ხონდა დამილევია გავიცი. ძალიან სამწუხაროა. და თუ გავიდე იქიდან წავიდე? წავიდეთ ერთად გავესწრებით. არა, ერთად მე არა მე არ მიყვარს ეს და ვერ წამოვალ ექიმთან თქვენთან ერთად, მაგრამ მაინც მიაქციეთ ყურადღება ესეთ რაღაცებს დეპუტატი ხართ მაინც და კარგით ეს გავარკვიეთ რომ ეს ერთად დაგილებიათ. მე ძევს სვამ თუ არა სვამ. ხო, კი ბატონო, არა, ხო ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ ბატონო მოსმა აუსვამო. მე დავლიე, წავალ და გავესინჯებ იქ. კიდე რა გავაკეთო რას? და ვინც დალია და არა აქვს საშუალება რომ წავიდეს და ექიმთან გაესინჯოს რა ქნა. ვინც მოიწამლა უკვე იმან რა ქნას და რომ მიიღო. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ ჯერ არაფერი ხსმენია. ფორმულაში არ გაგიგიათ ეგ ამ შემიძლია გაგაგიათ. რატო ხართ ახლა? არა, აბა რა ვის არ აქვს საშუალება? ძალიან ბევრ ადამიანს დღეს საქართველოში არ აქვს საშუალება.
პრემიერ-მინისტრი გადაყვა ამ ამბავს ამ ქვეყანაში, რომ ბავშვები შიმშილობენო. არ გახსოვთ თქვენ? არ იყავით მაშინ თქვენ დეპუტატი. რომელი წელს არის იცდებლება? და ახალი რომელი არის? ახლა აღარ შიმშილობენ ამ ბავშვები ამ ქვეყანაში. როდის ჩაატარებს? არ ჩაუტარებია ჯერ, რაც იმას ნიშნავს, რომ არ შიმშილობენ. არ შიმშილობენ ამ ბავშვები. თქვენ სოციალური არა, ბავშვები შიმშილობენ თუ არა ამ ქვეყანაში? არა. არ შიმშილობენ. ბავშვები არ კი ბატონო. როგორც გაირკვა რძე ყველას უყვარს, ზოგი ნატურალურს სვამს, ზოგი არც ისე. ზოგიერთ საერთოდ ისიც კი არ მოუკითხავს და არ წაუკითხავს თუ რომელ რძის პროდუქტში რა მავნებელი ნივთიერება აღმოჩნდა. ბავშვები ამ ქვეყანაში არ შიმშილობენო. ხო და თუ არ შიმშილობენ, მაშინ კი უნდა მიეცათ დეპუტატებს თავისთვის იმის უფლება, რომ ახალ-ახალი მანქანები ჩამოერიგებინათ. ყველას ერთნაირი, ერთი ფერის. ვიცი რომ ეს ლადოსთვის მხოლოდ სტატისტიკაა და არ აინტერესებს, მაგრამ მაინც მივაწვდი, რადგან როგორც ჩანს, სურსათის სააგენტოს განცხადების არ იყოს, ესეც არ უნახავს. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით 2024 წელს ბავშვთა სიღარიბე თითქმის 7%-ით გაიზარდა და სულ ცინცხალი კვლევის მიხედვით 379,924 ბავშვი საარსებო შემწეობას ითხოვს. ოდნავ ძველი კვლევის მიხედვით კი საქართველოში გამოკითხულ მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლისას 42%-ს ხანდახანშია, 35%-ს კი ყოველთვის, მაგრამ ლადოს და დანარჩენებს ეს რიცხვები არ აინტერესებთ. თავარია მათ შვილებს არ შიოდეთ. სიმართლე კი ისაა, რომ ყველა იმ სიკეთეს, რომელსაც ეს ქვეყანა ევროკავშირზე უარის თქმის გამო დაკარგავს, ერთნაირად დააკლდება ყველას, ნაცსაც და ქოცსაც, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს და ყველა ის უბედურება, რომელიც ამ ქვეყანას თავს დაატყდება რუსული ტიპის რეჟიმის მმართველობის გამო, ერთნაირად შეეხება ყველას. და კი, ის მოწამლული რძე ყველამ ერთნაირად დარია, ნაცის შვილმაც და ქოცის შვილმაც.